ჩემო ზუგდიდებო, ჩემო თანამოქალაქეებო, 31 ოქტომბერს ჩვენი ქალაქი, ისევე როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა, გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადება. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ კრიზისის დაძლევა, უსამართლობის, უკანონობის, გაჭირვების დაძლევა ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო განპირობებული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის უნიათო მმართველობით. ჩვენ სამწუხაროდ ხედავდით ყველაფერს, მაგრამ თითქოს ვერ დავინახეთ ვერაფერი. ამიტომ შევხვდით ამდენ პრობლემას და გაჭირვებას ასე მშვიდად და მოშვებულად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ყველაფერი ნათლად ჩანს, რომ ქართული ოცნება ჩვენ ხალხს სამწუხაროდ და ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ ვერ პატრონობს. ამიტომ ის აუცილებლად ამ არჩევნებზე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ის არ უნდა შეიცვალოს არავითარ შემთხვევაში ევროპული საქართველოთი ან ნაციონალური მოძრაობით. უნდა გითხრათ ძალიან ღიად და პატიოსნად, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხარდაჭერა დღეს არის პრაქტიკულად ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ჩვენ შევძლევთ ბევრი პრობლემის მოგვარებას, ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას და ტერიტორიულ თლიანობას. და სწორედ ზუგდიდიდან უნდა დავიწყოთ ეს პროცესი. ჩვენს ძვირფას დევნილებთან ერთად, ჩვენს აფხაზ და ოსი თანამემამულეებისადმი დობის აღდგენის გარდაუვალი პროცესი. და საგარეო ურთიერთობებიც ეს ხომ ორმხრივი მოძრაობის გზა არის. ჩვენ ვემხრობით ურთიერთქმედებას და დიალოგს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საკითხებში. და როცა საუბარია სამხედრო მიუმხრობლობაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, დასავლეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ერთი პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა და არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთი. არ ჩატარდება არც ერთი საერთაშორისო სამხედრო წვნა, არანაირ სამხედრო ბლოკებში შესვლის სანაცვლოდ. ჩვენ უარს არასოდეს არ ვიტყვით აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ამ რეგიონების დროებით დაკარგვა, იქ განცდილი მარცხი, მოულოდნელი და სასტიკი, უსახელოდ, უთვალავი მსხვერპლით დასრულებული ომები, ღალატით, უნიათობით, თავკერძობით დაკარგული ჩვენი სამშობლოს ულამაზესი ნაწილები დღესაც არ გვაძლევს არც ერთ მოსვენების და მოდუნების საშუალებას. ამიტომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ჩვენ ვილაპარაკებთ ყველასთან, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ ამბავთან, რომ ბოლოს და ბოლოს თელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ მართლა გვინდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება და არა რაღაც დეკლარირების დონეზე, როგორც ეს ხდება დღეს. მოკლედ ჩვენ ამ თემებზე დიდი ხანია ამოვიღეთ ხმა და აწი აღარ გავჩუმდებით. თვალს არ დავხუჭავთ ასევე იმ მარაზმზე და სულ სახელმწიფოებრივ უსაქმურობაზე, რომელზეც ჯერ კიდევ რამოდენიმე დღე იძულებულები ვართ, რომ უყუროთ. არანაირი ოცნება, ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება იყოს ძალიან გადაჭარბებული და არანაირი გამოწვევა არ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. მით უფრო არაფერი ამ ქვეყნად განუხორციელებელი, რასაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ისახავს მიზნად. ბუნებრივია იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ალიანსმა უნდა ჩაატაროს ძალიან დიდი სამუშაოები. ამისათვის ბატონ დავით არხან-მოურავს და ქალბატონ ირმა ინაშვილს თითოეული ჩვენთაგანის და ჩვენი საზოგადოების ფართო მხარდაჭერა ჭირდება, რათა დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ კარგად დავინახოთ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არის ქვეყანაში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვის გამოც ჩვენ და თითოეულ ჩვენთაგანს ყოველთვის შეგვიძლია ვიამაყოთ. ასევე ბოლოს არ შემიძლია დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც წინა არჩევნებზე დამიჭირა მეც და ჩვენს პარტიას მხარი. მე ვთხოვ ყველას, გააგრძელეთ ჩვენი მხარდაჭერა, რამე თუ კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ ჩვენ ზურგს არასდროს არ გაგცევთ, ჩვენ არასდროს არ მოგატყუებთ და ჩვენ არასდროს არ შეგარცხვენთ, ჩემო ძვირფასებო, და ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ბრძოლით დავანახეთ მთელ ქვეყანას და მე როგორც ზუგდიდელს, როგორც ერთ-ერთ თქვენთაგანს მაქვს პასუხისგებლობა ჩემი ქალაქის წინაშე, თქვენ წინაშე, ჩემო ზუგდიდებო, ჩემი ოჯახის წინაშე, რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობთ. მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდეთ. მხარი დაუჭიროთ სწორედ
პატრიოტთა ალიანსს, რომელიც არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ვიმეორებ, რომელსაც შეუძლია უამრავი პრობლემის მოგვარება. და თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ, ვიცით მე ვინა ვარ, ჩემო ზუგდიდელებო. ისიც იცით, რომ არ ვარ წმინდანი. იცით, რომ ყველაფერი მაქვს, კარგიც და ცუდიც. თქვენ მე მიცნობთ, იცით რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა ჩემი ქალაქისთვის. რა მეკადრება და რა არ მეკადრება. რა მეგების და რა არ მეგების. რაზე ვარ წამსვლელი ჩემი ზუგდიდისთვის და რაზე არა. და ასევე ძალიან კარგად იცნობთ ჩემს გვარს, რომელსაც არანაირი თანამდებობა ამ ქვეყანაში არ აკვირვებს, რომლებიც ამ ქალაქში ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის წევრებიც იყვნენ, მერებიც, გუბერნატორებიც, პრემიერ-მინისტრებიც კი, მაგრამ არასდროს არავინ არ დაუჩაგრავთ. არავისთვის არაფერი არ წაურთმევიათ. თანამდებობაზე ყოფნით ნეტარება არასოდეს არ განუცდიათ. სავარძლებს არასოდეს არ გამოკიდებიან. სახელმწიფო ბიუჯეტი პირად ანგარიშებზე არასოდეს ზოგიერთებივით არ გადაუტანიათ. და როცა იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, ბიზნესი არასდროს არ აუწყვიათ. შეგვიძლია ვნახოთ, დავინტერესდეთ იუსტიციის სახში, რომელ თანამდებობის პირს ჩემ გვარში რაიმე ქონება დაუგროვებია, ან ასე შემდეგ. და თუ ესეთი რაღაც ვიპოვეთ, მაშინ იმ დღესვე შეგვიძლია ეს ქონება დაგითმოთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მეც სწორედ ასე ამ ადამიანების ნაწილი ვარ, რომელიც წესიერებას და პატიოსნებას არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ გადავაბიჯებ. და დღეს იმითაც შემიძლია, მხოლოდ იმით შემიძლია ასევე ვიამაყო, რომ ქალაქის ცენტრში, ზუგდიდში, სწორედ ჭითანავების თაოსნობით, კერძოდ მამაჩემის და მამაჩემის ძმის ხელმძღვანელობით, ზუგდიდს ქალაქის ცენტრს ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის ძეგლები ამშვენებს. და დღეს მე ისევ გავბედე და გთავაზობთ, ჩემო ზუგდიდელებო, საკუთარ სამსახურს. და თქვენ კარგად იცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ ხალხთანა ვარ, სულ გარეთა ვარ, სულ ჩემი ქვეყნის გაჭირვების წინააღმდეგ და უსამართლობის და ამ ხელისუფლების უნიათობის წინააღმდეგ ვიბრძვი. რამაც, რა დროსაც მე ის თვისებები დავინახე ჩემში, რაც შემაძლებიებს მომავალში. ვემსახურო ისევ ჩემს ზუგდიდს, ჩემს თანამოქალაქეებს და ამ ქალაქში ცხოვრებ ჩვენს ძვირფას დევნილებს. დავიცვა თითოეული თქვენთაგანის კანონიერი ინტერესები.